მოგესალმებით ანიმეს გუად, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ დავიწყებული კონტენტი, რომელიც არის ანიმე რეაქციები. კონკრეტულად ამ ვიდეოში დავარეაქთებთ ბლიჩის 1000 წლიანი სისხლიანი ომის მესამე ნაწილის მე-13 და მე-14 ეპიზოდებს. ბლიჩის რეაქციის ეპიზოდები დაახლოებით უკვე 1 წელია რაც არ გადამეღია და კარს მოგვადგა უკვე ფინალური მეოთხე ნაწილი ბლიჩის რა თქმა უნდა 1000 წლიანი სისხლიანი ომის, სადაც უნდა იყოს პიკური ეპიზოდები. ძალიან პიკური. ძალიან მაგარი ბანკაები უნდა იყოს ამ ფინალურ მეოთხე ნაწილში და იქ ფინალში საერთოდ იჩიგოს თრუ ბანკაი უნდა გამოჩნდეს, ასე რომ უნდა გავაგრძელოთ ამ კონტენტის გაგრძელება. თან თუ მინდა რომ არხზე აქტიურობა შევინარჩუნო, კვირაში ერთხელ რაღაც ანიმე რეაქციები მაინც უნდა გადავიღო. ასე რომ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. ერთი წლის წინ მეგობრებო ანიმეებს ჩვეულებრივად 1x-ში ვუყურებდი, მაგრამ საკმაოდ გადავეჩვიე და ყველაფერს უკვე 1.5x-ში ვუყურებ და თქვენთან ბოდიშის მოხდით ამ ორ ეპიზოდსაც 1.5x-ში ვუყურებ, ასე რომ ვუყურებ უпроსტად, ასე რომ თუ არ მოგეწონება დაუცლებად დაწერეთ ვიდეოს კომენტარებში და შემდეგი ვიდეოებისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ. მოდი ახლა შევუდგეთ ჩვენი ორი ეპიზოდის რეაქციას. თან წარმოიდგინეთ ეს ორი ეპიზოდი არ მინახავს. ისე გავიდა ეს 1 წელი. გახმოვანებული არ იქნა იმის მიერ. ხო და რადგან კარს მოგვადგა ფინალური მეოთხე ნაწილი, გადავწყვეტე რომ ეს ორი ეპიზოდის 25-მდე მენახა და ასე რომ ჩაუჭდეთ რა. შენ თვითონ გავხარ თვინმეს, ვისაც თავში ბევრი რამე უტრიალებს. ამან წინა ნაწილში თავისი ძმაკაცი დაბრიდა. ძალა ხალხს ძალიან ადარდიანებს. ასე არ არის იში და ურიუ. ნუ თუ ჩემი ღალატი წინასწარ დაინახე. აბა რამეს რატომ იძახი? მე ხომ ჯერ არაფერი არ მithქვამს. იმიტომ რომ იცი მისი უდიდებულესობის ძალებს ვერცად ვერ წაუხვალ. მე უბრალოდ ბრძოლა მინდოდა. ბრძოლა გინდა? მაშ კარგი. ოპა. ამორის ბრძოლა? ბაზასთანაც მოვედით. დროა წინ გავიტრათ. დიახ. საკაშიმა იოკოშიმა ჰაპო ფუსაგარი. ეს რა იყო? ეს მაგარი კაცია. შინჯი ქვია, ხო? ოპა. უი. ნამდვილად ძალიან შორიდან ჩამოხტა. შენ მოჭრილებო, ყოჩაღად გაგიძლიათ აქამდე რომ მოაღწიეთ. შენთან არ მოვსულ ვართ. ამას უყურე? ჩვენთან. ხო, მაგრამ ამაზე შორს ვეღარ წახვალთ. მანამ ვერ გაივლით. სანამ მე არ გამცდებით. საერთოდ არ მისმენს არა? რა შირს ამ ტიპს? შენი სისულელეებისთვის დრო არ გვაქვს. გაიწიე. ეს ვიღა ჯანდაბა. რა ხანასი ამბობ? ოპა. რენჯი, აბარაი. ესე იგი კარგად ხარ. რენჯი. რენჯი. ბიჭო ვეღარ გამიგია ის რა ქვია ამას დამოვიწყდა. სასკეს გამხმოვანებელი რო ახმოვანებს. კეთილია ბოროტია. ის არ იში და ურიუ ხო? მე მგონი. დაჭრილობაც ძალიან სუფთა იყო. წესით პრობლემა არ უნდა იყოს. ჰაჩი. გამოვაცოცხლე. კარგი. გამოაღვიძე. ისდეც. ჰაჩიზანების დამოვიწყდა. შეგვიძლია შენ მოგანდოთ. ღმერთო, რამდენი ხანია ბლიჩი არ მინახია, იმენა რა. გამორიცხული. ძალიან სხვანაირი ანიმე მეჩვენება. ჯანდაბა. ჩემს წინააღმდეგ ერთი ერთზე ბრძოლაში სასწაულიც ვერ გადაგარჩენდა. ყველა მიმოდით ჩემკენ. ბევრს ლაპარაკობ. ეგეთ ეპიზოდებში ვინმეა? ერთი ბრძოლის შემდეგ მეორე მოდის. ბრძოლები არასდროს არ მთავრდება. ამას იჩიგო არ მისდევდა? მოდი ერთი ორი სიტყვა შუთ სტაფელზეც ვთქვათ. თუ სწორად მახსოვს იჩიგო მისდევდა ამას. შუთ სტაფელის კაპიტანი ლილეა. ლილე პირველი კვინსია, რომელსაც მისმა უდიდებულესობამ შრიფტი მიცა. მისი სტატუსი შეურყეველია, მაგრამ პერმიდა და ჯერარტი ერთადერთი კვინსები არიან, ვისაც მისმა უდიდებულესობამ ძალები არ მისცა. ამის გამო უცნაური ჭორები დადიოდა. არავინ არ იცოდა. ეს ქუდიანი, აი ეს ნიღბიანი ტიპი რო არის. რაღაც მოჩვენებას რო გავს რა, ეს არა და ის აი. დიდი მასტი არა და ის მეორე რა. როგორც მახსოვს რაღაცა ხელია, ხო? იუჰაბაჰის ხელი თუ რაღაცა ჯანდაბა. თუ სულების საზოგადოების ხელი თუ რაღაც მსგავსი, ანუ რაღაც ეგეთი მახსოვს, რატომღაც. ან შეიძლება მანგიდან მახსოვს და ეხლა შემთხვევით დაგასპოილერეთ, არ ვიცი. ნუ ოკეი. ვინ იყო ეს ორი რეალურად? ამბობენ რომ პერნი და სინამდვილეში Soul King-ის მარცხენა ხელია. ხო. არ დამისპოილერები ხართ, ხელი უკვე გამოჩენილა. მაინც როგორ უკავშირებენ ამ ჭორებს Soul King-ს, როდესაც ისინი კვინსები არიან? ეს მარცხენა ხელი, მაგრამ მარჯვენა ხელი ვინ არის? გორასაკი. მარჯვენა ხელი ვიცით ვინ არის? ნეტა არ მახსოვს. ბრაზო დერეჩო დელ გიგანტე. ოპა. სანტენკენშონ. რა ხდება? ვეღარ ვდგები. ვეღარ დგები არა?
აი კიდევ ერთი ვინმე, ვისაც უაზრობების ბოდიალი უყვარს. თუ ოპონენტს მოძრაობა არ შეუძლია, რატომ არ გინდა რომ და მას სექსიკალი მოვიდა. ამას სერიოზულად მეუბნები? ადრე რაღაც ეგეთი ბამბისაც აქვს ნაქონი. მეოთხე ნაწილში ამის ფორმა რა იქნება? უფ. ამის თუ ფორმა. უგორი ძნობი ხარ. ხალხისთვის ზურგში დაიჭრა. ვაიმე, ამას აღარ ქვია დამოვიწყდა კატას. ბამბის. ვერთო როგორ დამოვიწყდა სახელები. მაგრამ მოდი შენ საზროვნებას განვამტკიცებ. აი ასე ვაკეთებ ლამაზი გოგოების საქმეს. შენს და ბამბიც ორივე ნამდვილად ძალიან ლამაზები ხართ, მაგრამ ქალის ფასი ხომ მისი სილამაზით არ ფასდება. თავარი ისაა თუ როგორი კარგი სტილი აქვს მას. ჩუდი სტილია, კამას. მერე? საკმაოდ საინტერესო ტიპი ხარ. მაგრამ ცოტა გვეჩქარება. ნახე რა ფორმა. ძალით გავიარო. უიმე დედა. ჯერ ვიძე ხო არის, მაგრამ რა ძალა აქვს ჩემი. მაშინ თუ თქვენ ყველას დაგემარცხებთ, მე სასწაული ვიქნები არა? საერთოდ იცით სასწაულები როდის ხდება ხოლმე? ანუ ეს ერთი ტიპი ამდენს მოუგებს ახლა? მაშინაც კი თუ მოხდება, იმ შემთხვევაში თუ გარემოება არაფრის მომცემი იქნება. ძალიან გაგიმართლათ. ცხოვრებაში ახლა დიდი სიგიჟეები ხდება. ალბათ ისინი ახლა ამას იფიქრებენ. 13 რაზმის ლეიტენანტის ერნი და მარცხენა ხელი. მარჯვენა ხელი ვინ არის ბიჭო? რომ დამჯერა. სასწაულები მაშინ ხდება, როცა ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს ხსნა გჭირდება. იქიდან გამომდინარე რაც თქვა, ალბათ ისეთი კოზირი აქვს, რომელსაც ოვე საკაშიმა იოკოშიმას რატო აღარ იყენებს თო? თუ არ მივალთ, ვერც გავიგებთ რა მოხდება. მაგრამ ნუასება ამის ბანკარი. ეს ბლატაობდა ერთ-ერთზე რომ დამამარცხოთ, უნდა დაიხარჯოთ ზანო და გაგიმართლოთ, ხო? What the fuck? ტიპს რა უკნა იმან? იუჰაბა გაიყვიძა? გახმაურებული არ იქნა იმის მიერ. სწრაფად განიკორნეთ. იორუიჩი გამახსენდა. გაიარო უთხეს. გასაგებია. სახელით რომ იმართეს. ქალბატონო იორუიჩი. რა გონია ვისელაპარაკები? მე არ დავმარცხდები. იორუიჩი სამა? ინოვე, ჩად. რა? ამის ძმა მოვიდა? რაღაცა კი არ არის, რაიჯინ სენკეი ქვია. როგორ ამის ძმა მანგაში ვაფშე არ ყოფილა და აქ რატო დაამატეს? შენ აქ რატომ ხარ? შენს დასახმარებლად მოვედი. რაო? დასახმარებლად? ანუ მე უნდა დამეხმარო შენ? ხო. იუშირო. ცოტა ხანი არ ვიყავი შენს გვერდით, როგორ ჩანს გაძლიერებულ ხარ? შენ ჩემთან ბრძოლა გინდა პატარა გოგო. მე ბიჭი ვარ. მართლა, მაგისთვის უწუხ ვარ. ოპა. ოდო. ეს რა არის? მოიცადე, როგორი ძლიერი What the fuck? რა თქმა უნდა. შიჰოინის ოჯახის 23 მეთაური ვარ. შიჰოინ იუშირო საკიმუნე. საწოდავ ქვინსთან არ დავმარცხდები. შუნკო, ბაკუენ მუსო. ეს რა არის? ბაზარი არა არის მა. ეს რატო გადი? What the fuck? ძმა გადიწყდა ბიჭო. ეს რა მონსტრი არა არის? ჩემი სახელია ჯერარდ ვალკირი. ჩემი შრიფტია ემი. The Miracle ჯერარდ. ანუ რაც უფრო მეც დაარტყა, იმიტომ რომ გაიზრდება ამის ზომა და ძალა? საერთოდ როგორ ყვდება ეს ჩემისა? მხოლოდ ამ დონეზე შეძელით ჩემი დაზიანება. What the fuck? ვახ, ჩემი. დანარჩენ შენ მოგანდობ მამა. დიახ. სენჯუ კოტენ დაიჰო. 91 არ ვიცი, მაგრამ ადონო მე 90. კურო ჰიცუგი დედას უტირებს. მკირნეულია. არა, ადონო მე 90-ით გამოყენებელია, ხარ არის? კაპიტანო ჰირაკო. ვაუ. უძლურები ხართ, საცოდავი უძლურები. უძლურობა საზიზღრობა. მაგრამ სასოწარკვეთას არ მივეცემი. აღმერთა. ეს როგორ უნდა შენი დაამარცხო? ელვა მხოლოდ კი არ მოიპარე, უფრო ესთეტიკურადაც კი გააკეთე. მაპატიე დაიკო. მადლობელი ვარ რომ ამ ხელა სულიერი ენერგია დამატეხეთ თავზე. ახლა ამ ტექნიკით ჩემს მოკლას ვეღარ შეძლებთ. როგორ თუ აკეთებს? შენი წვრილობები ინკურნება. აშკარა რატო რა განი? ისეც. What the fuck? ლეტალური დოზის გაზრდით მის მიმართ იმუნური გავხდი. გონი ახლა შოქში ჩავარნის დრო არ გაქვს. შენ შეტევებს ვარ გააძლიერებ, ცოტა ხანში ვეღარც კი გამკაცრავ. მოკლაზე საუბარიც აღარ მაქვს. დრო მოვიდა რომ ჭეშმარიტებად ყუვილი გამოვამჟღავნოთ. თუ აქ როგორ ეს არ მახსოვს ბიჭო, გნიდა თუ არ არის, გნიდა ბოლო. დამიმტკიცე რომ მოღალატე არა ხარ. მოიცადე, აშუალთ. იშიდა. კუროსაკი. ოპა. ხო არ გადაობ ბიჭო. იშიდა. კუროსაკი. კუროსაკი. გარდათ ხარ იჩიგო. იშიდა. ახლა დიპლომატიაში აქ არის. ძალიან გაგიმართლა იშიდა ურიუ. ხომ ამბობ რომ მოღალატე არ ხარ. ისინი აქვე, ჩემ თვალწინ დახოცე. აბა,
გნიდა ხარ თუ არ ხარ გნიდა? გამცემ. ეს ნანახი მაქვს, იში და ურიუ. მის თვალებს რა შირს? იუჰაბაჰი სასგავს. ისდეც. ანუ გნიდა. რას აკეთებ იშიდა? ნუ თუ მართლა მისი სურვილების მიხედვით იბრძოლებ, ასე აპირებ წინსვლას. იუჰაბაჰს სასისლის წინ ბრძოლაში მიღებული ჭრილობების განკურნება და სამყაროზე ბატონობა სურდა. მისი ძალების განსამტკიცებლად აუშვეინი გამოიყენა ქვინსებზე. ამით კი მისი თანამოძმეების ძალები და სიცოცხლეები წაიღო. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ იუჰაბაჰი ამ სამყაროს, რომელსაც ქვინსებს ზოგი აქცია არასდროს აპატიებს. ის დაბრუნდება, რათა ამ საზიზღარ სამყაროს ბოლო მოუღოს. ბოლო ანუ ეს გნიდა თუ არ არის გნიდა? ჩვენ ეს სამყარო და ჩვენი საყვარელი ადამიანები, ჩვენი ღირსებით უნდა დავიცვათ. იშიდას ხო ბაბუამისი ძალიან ევასებოდა. ანუ ბაბუამისის მონაყოლი კარგად უნდა გაითავისოს. მაშინ არ ვიცი, აქ ორი ვარიანტია. ან გნიდა და ბოლომდე იუჰაბაჰს ენდობა და მართლა სამყაროს განადგურებაში ეხმარება. ან გნიდა არ არის, ორგანიზაციაში შეიპარა და თავისებურად ცდილობს იუჰაბაჰის მოკვლას. და, კაროჩე, კუროსაკის და ვიღაცების მაგონში ჩამოშორდა რა, ანუ ამათ თავს აჩვენებს, რომ მოღალატე არ არის და ამაც კენ არის. მაგრამ რეალურად მოღალატეა. ორი ვარიანტია. ამ ორიდან რომელი იქნება უფრო სწორი? ეხა ეგ არის საინტერესო. და ასე რომ მე იუჰაბაჰს დავუახლოვდები, საკუთარ ძალას დავუკიცებ. შემდეგ აღიარებასაც მოიპოვებ და როგორც სატყუ არა, ისე მოიქცევი. აი მე კი. ანუ შეპარულია. ანუ ჯაშუშია. ანუ მეორე. თუ პირველი რომელი ვთქვი აღარ მახსოვს. ერთი ამას უყურეთ. ბაჰას ძინავს. ვისადარდებს. მოკლული ქვისები დაადგნენ. სწორედ ამას გაწირავ. ფარული დანაყოფის უფროსისაგან. სწრაფი ხარ, ძალიან სწრაფი, მაგრამ მაინც. მეც საკმაოდ დარწმუნებული ვარ საკუთარ სიჩქარეში. იოროიში ხოძეა. ეს ჩემისა რა, უძლეველი ვიღაცაა. რა რომ ქვია ამან? ეს ის ბავშვია აიზენი ქვია ხო იმას? ლორდ აიზენი, ხო, აიზენს რომ მისტერის, ეგ არის? საპირწონედ მხოლოდ ეს შეგიძლიათ. ნამდვილად სასწაული ხარ. ამ ხელა ხარ და მომაკლო გოგოსაც ვერაფერს ვერ უშავებ. სასწაული აბა რა არის? ო, წესი დეგარი. თუ დავუძახებდი. მაშინ რა იზადები გაჩვენებენ ნამდვილ სასწაულს. დავაი, საკაშიმა იოკოშიმა ჰაპო ფუსაგარი. აიზენი კიდე არ განთავისუფლეს? ეს რა არის? კაცი კიდე დაბმულია. რომ გითხრა მე რას იზამ? თუ შენი მიზეზი ჩემთვის მისაღები იქნება, შეგვიძლია ვიჩხუბოთ ან რავი რა გინდა. შემდეგ კი სექსენ რომ კონზე მოხვიდე. და რა მოხდება თუ მიუღებელი იქნება? ესე ნარუტო სასკე იმენა. ანონების მიერ შემთხვევაში ჩემი გალახვა გიწევს. იმენა ერთიეთში ნარუტო სასკე. ქვემოთ მეხუთე სართულზე. ცოცხალთა სამყაროში დასაბრუნებელი კარიბჭეა. გირჩევნიათ ეგ კარიბჭე გამოიყენოთ და უკან დაბრუნდეთ. მე კი აქ დავრჩები, რადგან ვარველდი და იუჰაბაჰი გავანადგურო. ოპა. მამა შენს მადლობა უნდა გადაუხადო. ეს შვიდკვიანურად წაიღო მაშინ, როცა გადასახლებაში იყო. მართალი ხარ, მგონი პირველად ხდება ისე რომ ბედნიერი ვარ მამა ჩემი ფარულ განყოფში რო იყო. ოპა. ყოველთვის ასე რომ ლაპარაკობ. იჩიგოს მამა. მაგიტომაც არ ევასება შენს შვილს, შენზე ლაპარაკი. და იშიდას მამა. ოპა. ეს უკვე თემა. ანუ არ ეძინა? სამწუხაროა. შენი მოკლა ვერ შევძელი. ისდეც. გახმოვანებული არ იქნა იმის მიერ. ენდინგის მერე სცენა ყოფილა. მოდი ჩამოვასხათ. Stern Ritter D, ასკინ ნაკლებარი. ჯანდაბა, რამის დამოწყდა რომ ამიკრძალეს თავი ყორის გარდა სხვა რაღაცებზე ლაპარაკი. ძალიან ფატალურ რაღაც შეიძლება იყოს. მოდი ამ ეტაპზე BGM-ი გამორთოთ. ეს გოგოც ძალიან უცნაური ვინმეა. თუ მოდურად ჩაიცმევ, მაღალ ქულებსაც დაიწერ. არა, ეს უეცარი ბალისტიკური აფეთქებებიც ძალიან საშიშია. ეს აშკარად ცოტა გასაწელი ისაა რა. ნეტა მკვდარი იყოს. იშვიათია როგორც ჩანს. მომენტი. მეც თქვენ საზრზე ვარ. ერთი რამ ნამდვილად უფრო მარტივი ხდება. ამ ყველაფერს თუ არ შეიმეცნებთ, ესეც ძალიან ფატალური იქნება. გახმოვანებული არ იქ თემის მიერ. და აი ასე დასრულდა მესამე ფართის მე-14 ეპიზოდი. საბოლოო ჯამში რისი გაგებაც მინდოდა ის გავიგე, ანუ იშიდა გნიდა არ ყოფილა და მართლა შეპარული ყოფილა იმისთვის რომ იუჰაბაჰი გაანადგუროს, მაგრამ მეორე რაც მაინტერესებდა მარჯვენა ხელი თუ მარცხენა ხელი ხო გავხო. მარჯვენა ხელი ვინ არის ეგ ვერ გავიგე იუჰაბაჰის თუ იმის
სულების საზოგადოების ღმერთის. მოკლედ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველა ფერს დიდი ალბათობით მეოთხე ფარტში უკვე ფარდა აიხდება და მეოთხე ფარტი იქნება, რაც იქნება. წინ გველოდება ზარაკის ბანკაი, ურაჰარას ბანკაი, იოროიჩის ნამდვილი ფორმა, ანუ ამის გარდა კიდე სხვა ფორმა იქნება, იჩიგოს თრუ ბანკაი და ბატონი აიზენის დაგვირგვინება და გამოჩენა. ასე რომ ფინალური მეოთხე ფარტი იქნება რაღაც პიზდეცი. ნუ მეოთხე ფარტში შეიძლება ამად გარდა კიდე ვინმეს ბანკაი გამოჩნდეს, მაგრამ დანამდვილებით ვინც ვიცოდი, ეგენი ჩამოთვალეს. შეიძლება ვიღაცები დამავიწყდა, მაგრამ ნუ მეოთხე ფარტი რა იმენა ეპიკური იქნება, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო უკვე დასასრულს მიუახლოვდა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისხმელი რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები. ასევე გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგესურვებათ გააზრეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ ზრდა გააგრძელოს. მოკლედ მეგობრებო, მაქსიმალურად ვეცდები სხვადასხვა ანიმეების რეაქციებიც გადავიღო. ახლა თქვენთან ერთად იყო ბლიზარდი. ყველას მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. აბა ჰეთ და აბა ჰოთ.